მოგესალმებით, მე გახლავართ ეკაცხაძაია და მინდა მოგიყვეთ ერთ საპრეზენტაციო სერვისზე, რომელსაც ქვია პრეზი. პრეზი პრეზენტაციის შემოკლებული ფორმაა უნგრულ ენაზე. მისი ერთ-ერთი ავტორი გახლავთ უნგრელი ადამსონ ლაიფიშერი. ეს პროგრამა მან 2009 წელს შეემუშავა პიტერ ჰალასკისა და პიტერ არვაისთან ერთად. დღესდღეობით 75 მილიონამდე მომხმარებელი ყავს და უკვე შექმნილია 260 მილიონამდე ნამუშევარი. შესაძლებელია თქვენ გსმენიათ ამ პროგრამის შესახებ, მაგრამ ჯერ არ გიცდიათ მასში მუშაობა. მით უფრო რომ მას ქართული შრიფტის მხარდაჭერა არ ჰქონდა და მხოლოდ ამ წლის სექტემბრიდან გახდა შესაძლებელი მშობლიურ ენაზე გავაფორმოთ პრეზენტაცია. ამ პროგრამაში გაკეთებული პროდუქტი არის ძალიან დინამიური და ძალიან განსხვავდება სხვა საპრეზენტაციო პროგრამებისგან. უპირატესობა ის გახლავთ, რომ თუ სხვა პროგრამებში ინფორმაციის დატანა ხდება სლაიდზე და შემდეგ მათი რიგრიგობით მონაცვლეობაა შესაძლებელი, პრეზის შემთხვევაში ეს არის მთლიანი სურათი, რომლის დანაწევრება შეგვიძლია დეტალების დაახლოება, დაშორება, დინამიურად გადასვლა სხვა დეტალზე და ასე შემდეგ. პრეზის შეიძლება დავიტანოთ აბსოლუტურად ყველა ფორმატის დოკუმენტი, PDF, Word, სურათებიანი ფაილი, ასევე ვიდეოები და ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია. იმისთვის რომ შევძლოთ ამ პროგრამაში მუშაობა, ჩვენ უპირველესად უნდა დავრეგისტრირდეთ. რეგისტრირდებით შემდეგნაირად: ავკრებთ ბრაუზერის ზოლში prezi.com. ამის შემდეგ გადავდივართ სარეგისტრაციო გვერდზე. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც Facebook-ის აკაუნტიდან, ასევე სხვა სოციალური ქსელის LinkedIn-დანაც. შესაძლებელია პირდაპირ მეილიდან დავრეგისტრირდეთ. ეს ხდება შემდეგნაირად. აქ არის გამოგვიტანს გვერდს, რომელიც გვიჩვენებს, რომ ეს არის ფასიანი პროგრამა, საკმაოდ ძვირიანი პროგრამა, მაგრამ შესაძლებელია გამოვიყენოთ თავისუფალი აკაუნთიც. აგე დავკლიკავთ ფრიზე. ამ შემდეგ გამოაქვს ასეთი პანჯარა, სადაც წერთ ჩვენ სახელს, გვარს, მეილს, პაროლს და ის რომ ჩვენ რობოტი არა ვართ, აი აქ პატარა უჯრაზე დავკლიკავთ, შესაბამისად მოგცემს დავალებას, რომლის შესრულების შემდეგ ესეთი მწვანე თოლია გაჩნდება და უკვე გადავდივართ უშუალოდ ჩვენს გვერდზე. აი ჩვენ დავკლიკავს education და უკვე დარეგისტრირებული ვართ ამ საიტზე. რეგისტრაციის შემდეგ გამოდის ასეთი გვერდი, აქ არის რამდენიმე გზას შაბლონი, რომელიც შეგვიძლია თავთვალიეროთ და ასევე რედაქტირება გავაკეთოთ მათი. ჩვენი პროფილის რედაქტირება შეგვიძლია აი ამ გვერდიდან. პროფილის რედაქტირებისას შესაძლებელია ჩვენ დავამატოთ ჩვენი სურათი ან შევცვალოთ მონაცემები ჩვენ შესახებ რამდენიმე ინფორმაცია დავადოთ, შევცვალოთ ენა, სამუშაო ენა, Facebook-იდან გავხადოთ შესაძლებელი ჩვენი კონტაქტი ან სხვა ქსელიდან, ან შეგვიძლია უბრალოდ მარტივად წავშალოთ აქედან ჩვენი აკაუნტი. შეგვიძლია ძველი პაროლი, ახალი პაროლით შევცვალოთ, შეგვიძლია მეილიც ახალი დავამატოთ და ასე შემდეგ. ახალი პრეზენტაციის შექმნა შესაძლებელია რამდენიმენაირად. შეგვიძლია პირდაპირ აქ დავკლიკოთ create new prezi, შეიძლება აგერზე მოღილაკიდეთ, შესაძლებელია რომ გავხსნათ ახალი ფაილი, ამ ფაილს როდესაც გავხსნით, შეგვიძლია დავარქვათ რამის სახელი, ვთქვათ 1. შემდეგ და პირდაპირ ამავე ფაილში გავაკეთოთ ახალი პრეზი. დავკლიკავთ და ჩაიტვირთება გვერდი, რომელშიც მოგვიწევს მუშაობა. სამუშაო ველზე გადასვლის შემდეგ გამოვა შაბლონებიანი გვერდი. ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ შაბლონს, შეგვიძლია დავკლიკოთ more-ზე და გამოვა ძალიან ბევრი სხვა შაბლონი. დავაკვირდეთ რომელი მოგწონს, რომელი უფრო უხდება ჩვენს პრეზენტაციას და შემდეგ მას მოვნიშნავთ, დავკლიკავთ use template და ჩაიტვირთება ეს ჩვენი შაბლონი. ეს არის ჩვენ მიერ არჩეული შაბლონი და ხედავთ რომ მისი სამუშაო ველი დაახლოებით ისეთია როგორც PowerPoint-ში, ანუ ძირითადი სამუშაო ველი, რომლის
გადაწევა, გადმოწერა მაუსით მარტივად შეგვიძლია და მარცხენა მხარეს ჩამოშლილი არის სლაიდებად უკვე იმ რიგითობის მიხედვით, რა რიგითობიცაც მოხდება გადასვლა. ეხლა რომ ვნახოთ, როგორი სახე ექნება ჩვენს პრეზენტაციას, დავკლიკოთ ზედა მარჯვენა უძრეში პრეზენტზე. დავაკვირდეთ, როგორ იმუშავებს ეს პრეზენტაცია მზეს სახით. პირველი სლაიდი, ესე გადავა მეორეზე, შემდეგ მესამეზე, შემდეგ მეოთხეზე. 4 სლაიდიანი პრეზენტაცია გახალდა, საბოლოო ჯამში ასე იმუშავებს იგი. სანამ უშუალოდ სლაიდების შექმნაზე გადავიდოდეთ, პრეზენტაციის შექმნაზე, დავაკვირდეთ მარცხენა მხარეს არსებულ აი ამ ინსტრუმენტს. ეს არის edit page წერია. თუ დავკლიკავთ, გამოვა ასე ხაზები, ციფრები ერთმანეთთან ხაზებით შეერთებული. ეს არის რიგითობა სლაიდებისა, მიმდევრობა, რომლის შემდეგ რომელი უნდა გამოვიდეს. აი ჩვენ ვხედავთ აქ მარცხენა მხარესაც, აი ეს რიგითობა უკვე ჩამოიწერა და აღინიშნა. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მათი რიგითობა. მაგალითად, პირველი სლაიდის ადგილმდებარეობა შევცვალოთ მარტივი მაუსის გადაწევა გადმოწერით. თუ თქვენ გჭირდებათ, რომ თქვენი პრეზენტაცია იყოს უფრო მეტ სლაიდიანი, მაშინ აგერ დავკლიკავთ ამ გრაფაზე და გაჩნდება ახალი სლაიდი, რომლის ადგილმდებარეობის შეცვლა შეგვიძლია მარტივად. ის თავიდან მონიშნული არის და ამ მონიშნვის შედეგად აგერ ხედავთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ის მარტივად წავშალოთ. შეგვიძლია შევქმნათ თავიდან, გადავაადგილოთ და თუ დავაკვირდებით, ეს სლაიდი ჩვენს მარცხენა მენიუ ზოლში დაждდა მე-7 სლაიდად, რაც ნიშნავს, რომ მე-7 სლაიდი იქნება, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მისი რიგითობაც შევცვალოთ. შეგვიძლია გადავწიოთ, დავდოთ ჩვენს პრეზენტაციაზე სხვა ადგილას. შეგვიძლია ეს სლაიდი ავწიოთ, აგერ როგორც PowerPoint-ში ვიქცევით მარცხენა მხრიდან. და თუ ამას დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ მე-4 სლაიდი გახდა უკვე, არა მე-7, არამედ მე-4 სლაიდი. ასევე ვაკვირდებით აი ამ პატარა ღილაკს მარჯვენა მხარეს, აი ეს ჩვენთვის ცნობილი არის home ხატულას სახელწოდებით, თუ ამაზე დავკლიკავთ, პირვანდელ სახეს მიიღებს ჩვენი პრეზენტაცია. მაშინ ასე შეგვიძლია გავაბევროთ პრეზენტაცია. პირიქით შეგვიძლია წავშალოთ ეს რომელიმე სლაიდი მაგალითად. თუ ამას დავკლიკავთ, შეგვიძლია ნებისმიერი სლაიდი წავშალოთ, გავაკეთოთ, გადავწიოთ, სხვადასხვა ადგილას დავდოთ, მაგრამ თუ სლაიდებს გადავწევთ, გადავაადგილებთ, ეს იმას აღნიშნავს, რომ მათი რიგითობა შეიცვლება. რიგითობა დარჩება იგივე, მხოლოდ სლაიდების განლაგება გახდება განსხვავებული. ეხლა რაც შეეხება კიდევ ერთ საინტერესო რამეს, პრეზის აქვს საშუალება, რომ ერთ პრეზენტაციაზე რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად იმუშაოს. ამისათვის დავკლიკავთ ამ პატარა ხატულაზე, share press-ზე თუ ავირჩევთ share press, გამოვა ფანჯარა. ამ ფანჯრის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ სხვადასხვა რამ. პირველი, ეს პრეზენტაცია გავხადოთ პრივატული, გავხადოთ საჯარო, ან ამ პრეზენტაციის ლინკი მოვიპოვოთ, აი ასეთ ამგვარად, ან შესაძლებელია დავამატოთ ადამიანები. თუ აქ add people-ზე დავკლიკავთ, მაშინ და ჩავწერთ ჩვენთვის სასურველი ადამიანის mail-ს, შემდეგ გავაკეთებთ add-ის, ამ ადამიანს ავტომატურ რეჟიმში, ჩვენთან ერთად შეიძლება ამ პრეზენტაციაზე მუშაობა. ან შეიძლება რედაქტირება, დამატება, წაშლა, თავისი შეხედულების ამბავი და ასე შემდეგ. ეს კარგია, როდესაც პრეზენტაციაზე ჯგუფურად მუშაობს რამდენიმე ადამიანი. გარდა იმისა, რომ მაგრამ ჩვენ თვითონ ვირჩევთ ამ ადამიანს, მივცემთ რედაქტირების უფლებას თუ უბრალოდ ნახველის პოზიციაში დარჩება ის. ეხლა როგორ შეიძლება წარწერის დატანა ამ პრეზენტაციაზე? როგორც გითხარით, ადრე ამ წლის სექტემბრამდე პრეზის არ ჰქონდა ქართული შრიფტის მხარდაჭერა და იქ მხოლოდ PDF ფორმატში დაწერილი ტექსტის ან უკვე სურათად გადაქცეული ტექსტის დადება იყო შესაძლებელი.
წელს უკვე სექტემბრიდან შეგვიძლია რომ ტექსტი იყოს ქართული. ამისათვის დავკლიკავთ სასურველ ადგილზე, ჩამოვშლით ენების შრიფტების გრაფას, ისე როგორც სხვა პროგრამებში, ვთქვათ Word-ში ან PowerPoint-ში და ავირჩეთ free serif. აი ამას free serif. free serif და გადავიყვანთ ჩვენს ენას სულ ფაილზე და შეგვიძლია დავწეროთ ლიტერატურა სულის ურია. აი უკვე გაჩნდა ქართული წარწერა. ეხლა თუ ამ წარწერაზე დავკლიკავთ, შეგვიძლია ამ წარწერის ფერი შევცვალოთ. ნებისმიერი ფერი გავაკეთოთ. ჩვეულებრივად ხდება მონიშნის შემდეგ, შევცვლით ფერს, შევცვლით მის ზომას, ან დავაპატარავით, ან გავზრდით, გავხდით ან მსხვილ ასოებს, ან დახრილ ასოებად წარმოვიდგენთ, ან შეგვიძლია ფონი მივცეთ ამ ჩვენ სიტყვებს. და როგორც ხდება ხოლმე, როგორც Word-ში, მსგავსი ოპერაციები გავაკეთოთ. აი სულ ეს იყო ამ ინტერფეისის შესახებ. ეხლა გადავიდეთ მეორე ნაწილზე, რომელსაც პრეზენტაციის შექმნა ქვია.